რაც შეეხება ჩვენს პასიურობას, ჩვენ ამ შემთხვევაში მართალი რომ გითხრათ, ვერ ვნახეთ მთელი ამ სპექტრის გადახედვით ის ბაზა, რომელ ბაზაზეც ჩვენ შეიძლებოდა მესამე ძლიერი პოლიტიკური ძალა შეგვექმნა. იყო ამის მცდელობები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ყველაფერი ორპოლუსად განაწილდა და ეს გახლავთ ჩემი აზრით ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია ოცნების გარიგების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, იმიტომ რომ ის რომ პარლამენტში მესამე პოლიტიკური ძალა არ არის, ორივე სისხლზე ასხამს წყალს და მათი ერთადერთობა ერთის როგორც ხელისუფლების და მეორის როგორც ოპოზიციის ერთმანეთის არსებობას განაპირობებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. Როგორც კი საშუალება გაჩნდება და ჩვენ რეალურად უკვე ვფიქრობთ საკმაოდ აქტიურად მონაწილეობის დაწყებას ამ მესამე პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, მე ახლა ამ შემთხვევაში ადრესატსაც ვერ გეტყვით კონკრეტულად ვის შეიძლება მოუწოდო ეს, ყველას ალბათ, ვისაც ესმის, რომ ასე აი ამ ორი ფორმალურად ოპოზიციური და სინამდვილეში არც თუ განსხვავებული პოლიტიკური ძალების მარტო დატოვება პოლიტიკურ არენაზე არ შეიძლება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი თუნდაც ის პოლიტიკურ გენიად ჩავთვალოთ, მიდის გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოსდან და რჩება დავით უსუფაშვილი. ჩვენ ვართ პოტენციურად იმ მესამე პოლიტიკური ძალის წევრები, ერთი მოძრაობა ამას ვერანაირად ვერ მოისაზრებს, რომელიც აუცილებლად უნდა შეიქმნას და ეს უნდა გაკეთდეს დროზე, ვინც უნდა ეს ყურად იყოს, მარტო ჩემი ნათქვამიდან არა, ზოგადად მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ დროზე უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, იმიტომ რომ სიტუაცია არ არის გამორიცხული და დიდი ალბათობით შეიძლება მივიდეს სახელისუფლებო კრიზისამდე და შეიძლება ჩვენ რეალურად დავდგეთ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის წინაშე. Რა თქმა უნდა, ეს არ შევა არც ნაციონალების ინტერესში, რომლებიც მაინც ვერ მოიგებენ და არც დღეს გადეპუტატებული კოალიცია ოცნების ინტერესში, იმიტომ რომ იქაც ბევრი მათგანი შეიძლება ვთქვათ ჩანაცვლდეს ვინმე სხვათი, მაგრამ ამის მოთხოვნის საფუძველი რომ არსებობს თუ ამას საჭიროება მოითხოვს და ამის მოთხოვნას რომ აზრი ქონდეს, უნდა იყოს შექმნილი ძალიან მოკლე ვადებში სერიოზული მესამე პოლიტიკური ძალა. Რა თქმა უნდა, მე ჩემ თავსაც, ჩემს ორგანიზაციასაც ერთ-ერთ სერიოზულ შემადგენელ ნაწილად განვიხილავ ამ ჯერ არ შექმნილი მესამე პოლიტიკური ძალის. გეგმავთ კონსულტაციებს, ჯერჯერობით ალბათ არც არის მიზანშეწონილი რომ ჩამოვთვალოთ ასე ვთქვათ კონსულტაციის სუბიექტები. მე პირობას გაძლევთ რომ როგორც კი ეს რაღაცა სქემის სახეს მაინც მიიღებს, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ აი ესეთი ეპისტოლარული ჟანრის კონსულტაციებია, რამდენიმესთან შეიძლება სერიოზული მოლაპარაკება დაიწყოს. აქ ლაპარაკია უკვე სერიოზულ პოლიტიკურ ძალებზე და სერიოზულ ძალებზე, რომლებმაც შესაბამისი საფუძველი უნდა შექმნას მესამე პოლიტიკური ძალისთვის. მე შემიძლია ხა ირაკლი ოქრუაშვილის შესანიშნავი მაგალითი მოვიყვანო, როდესაც მას მიანიჭეს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, ის სწორედ ამ მინიჭების შემდეგ უბრალოდ დამტკიცებას აღარ დაელოდა იმდენად რამდენადაც ჩათვალა, რომ უმრავლესობის ინიციატივით მინიჭებული სტატუსი აღარ შეიცვლებოდა, დაბრუნდა საქართველოში და მას სრულიად მოულოდნელად შემდეგ ეს სტატუსი ჩამოერთვა, ანუ ამოიღეს ამ მოჯადოებულისიდან და უფრო მეტიც მის დაცვას უარი ეთქვა მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ხა ამაზე ალბათ უფრო კონკრეტულად საინტერესო იქნება თვითონ ირაკლი ოქრუაშვილის კომენტარი, მაგრამ რაც შეეხება ხა იგორ გიორგაძის მიმართ მდგომარეობა სრულიად აბსურდულია და ბევრად უფრო აბსურდული, იმიტომ რომ შევარდნაძის ხელისუფლებიდან დაწყებული არავინ არ იცის მას კონკრეტულად ოფიციალურად რა ბრალი აქვს საყენებული, რამდენიმეჯერ დანიშნული სასამართლო პროცესი ვერ ჩატარდა, არ ჩაატარეს უпростоრეთ იმის გამო, რომ პროცესი არ ესწრებოდა ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, თუმცა ამასაც ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული ხელისუფლებას არც ერთს, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ბიძინა ივანიშვილის როგორც ჩანს არ აქვს ეს ბრალეულობა. აი აქედან გამომდინარე, ბუნებრივია იგორ გიორგაძეც იყო იმ სურველთა შორის, რომ მოხვედრილიყო ამ პოლიტიკურ დევნილთა და პოლიტპატიმართა სიაში. გამაოგნებელია ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამაც, რომელიც სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს, მსგავსად შევარდნაძის ხელისუფლების და მსგავსად სააკაშვილის ხელისუფლების, მას საერთოდ უარი უთხრა ამ სიაში შეყვანაზე, ეკაბესელიას განცხადებით, ეს გახლავთ თურმე ურთულესი საქმე, ეს ნამდვილად ურთულესი საქმეა, იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს
პრეცედენტი როგორ მიესაჯა ვინმეს რამე უსამართლო თუ სამართლიანად მისი თანდასწრების გარეშე და როგორ გრძელდება შემდეგ ამ პიროვნებების ძებნა და როგორ არიან ისინი ძებნაში, ამის და მიუხედავად იგორ გიორგაძეს არაფერი მისჯილი არ აქვს, ის არის უბრალოდ ძებნილი. მე პირადად გავიმეორებ ის, რაც ამას წინათ თქვი, მიუხედავად იმისა, რომ იგორ გიორგაძე მზად არის საქართველოში დასაბრუნებლად, მე ვთვლი, რომ აუცილებელია კონკრეტული გარანტიების მოთხოვნა, ხოლო ამ სიტუაციაში ირაკლი ოქრუაშვილის მაგალითი სწორედ ამიტომ მოვიყვანე, რამდენად სანდო იქნება დაბნეული, გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ მიცემული რაიმე გარანტია ფიზიკური უსაფრთხოების, ან საერთოდ რა გარანტიაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ეს ადამიანი არც კი შეყავთ პოლიტიკურ დევნილთა სიაში, მაშინ როცა ნომერ პირველი პოლიტიკური დევნილი უნდა იყოს სტაჟიდან გამომდინარე, მე მიზანშეუწონლად მიმაჩნია ასეთ ვითარებაში მისი საქართველოში დაბრუნება. სამწუხაროდ იგორ გიორგაძის მიმართ დიდი ხანია საზოგადოებრივი აზრი იქმნებოდა, ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ხელი შეუწყო იგორ გიორგაძის მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას პირადად მეც ვიყავი, რაზეც არაერთხელ გამომითქვამს წუხილი და პირადად მას საჯაროდ მოუხადე ბოდიში, იმიტომ რომ ვცდებოდი. ამის შემდგომ მე მგონი დღეს ქუჩაში ადამიანი რომ გააჩეროთ და რომ მკითხოთ, რას ერჩის იგორ გიორგაძეს და რა დააშავა მან, არც ერთ მათგანს პასუხისგაცემის კონკრეტული საშუალება არ აქვს, გარდა ზოგადი განაცხადისა, რომ ის არის რუსეთის აგენტი და კგბ-ს თანამშრომელი, როგორც ნაციონალები ასახელებენ. კგბ-ს აგენტი შეიძლება იყოს არა კგბ-ს თანამშრომელი. კგბ-ს აგენტი არის ფარული მოთანამშრომლე ამ სტრუქტურასთან, ადამიანი, რომელიც უშიშროების ხელმძღვანელი იყო, აგენტი ვერანაირად ვერ იქნებოდა ბუნებრივია. რაც შეეხება რუსეთთან მის ბრალდებებს, ჩვენ დღეს გამარჯვებული პარტიებისგანაც ვისმენდით იგი ანალოგიურ ბრალდებებს, როცა ისინი არ იყვნენ ჯერ ხელისუფლებაში, როცა ისინი ნაციონალებთან ერთად უნისონში გვაბრალებდნენ ჩვენ ყველას, მათ შორის მეც, რუსეთის აგენტობას. დღეს, როცა ისინი ხელისუფლებაში არიან, ნაციონალები მარტო დარჩნენ ჯერჯერობით თავიანთ ბრალდებაში და ახლა კოალიცია ოცნებას ბრალდება რუსეთის აგენტობა, რაც ისეთივე აბსურდულია, როგორც ჩვენი მისამართით.